მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ისევ საუზმით, ისევ კვერცხით, ისევ ბოსტნეულით, რადგან აუცილებელია დილა დავიწყოთ ჯანსაღად ცილებით. ამისათვის დაგვჭირდება ყველი, მე მოვამზადე სულგუნით. 200 გრამის სულგუნი დავჭერი კუბებად და დავდგი დაბალ ცეცხლზე ტაფაზე გასადნობად. მანამდე გავრეცხე, დაახლოებით 10 მოზრდილი ქამა სოკო და დავჭერი. ამასობაში სულგუნი გადნა და დავამატე დაჭრილი სოკო. კარგად ამოვურიე. და დავაფარე თავზე, თავსახური. სანამ სოკო ჩაიშუშებოდა, 1 ცალის ტაფილო გავრეცხე, გავფრცქვენი და გავხეხე და შემდეგ მოვაყარე სოკოს. კარგად აურიე ერთმანეთში. ისევ დავახურე თავზე. დაახლოებით 200 გრამი ისპანახი გავრეცხე, დავჭერი და ისიც დავამატე ჩვენს საუზმეს. კარგად ამოურიე, ისევ დავახურე თავზე. ეს საუზმი არის 3 ადამიანის სამყოფი, ამიტომ 6 კვერცხი გავთქვიფე. მარილი არ დავამატე, რადგან ყველს საკმარისი რაოდენობით აქვს. დავამატე კვერცხი, დავაფარე თავზე, დაბალ ტემპერატურაზე გამოვაცხე, იქამდე სანამ ზემოდან კვერცხი მთლიანად არ შეშრა. შემდეგ გვერდები მოუხსენი. მთლიანად ვერ გადმობრუნდება, რადგან დიდია ჩვენი საუზმე და ამიტომ შუაზე გავჭერი. და გადმოვაბრუნე, რომ მეორე მხარეც დაბრაწულიყო. დაიბრაცა მეორე მხარეც, გადმოვიღოთ ლანგარზე და ასეთი ლამაზი, გემრიელი, ჯანმრთელი საუზმე გამოვიდა. აუცილებლად მოამზადეთ და აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, რათა არ გამოგრჩეთ უამრავი საინტერესო ვიდეო რეცეპტები.